ევროკავშირის ელჩის განცხადება და მწვავე პოლიტიკური შეფასებები პაվել ჰერჩისკის თქმით არ უნდა დაუშვან, რომ სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაუბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის გაჭირვების და კორუფციის ბნელ დროს. ჰერჩისკის განცხადებით საქართველო გზაგასაყარზე დგას, მისი მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს. მისივე თქმით, ევროკავშირმა არჩევანი გააკეთა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ახლა სამწუხაროდ საქართველოს სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ჰერჩისკის განცხადება ნეტ გაზეთმა გაავრცელა, აღნიშნულს უკვე პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის. ნუ დაკარგავთ იმედს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი თბილი სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. წარსულში ქართულოს ნებას ვიზა ლიბერალიზაცია ჰქონდა მიღებული, ჰქონდა ასოცირების ხელშეკრულება, ამიტომ წარსულში დაბრუნება ქართული ოსტების პირობებში არ იქნებოდა არაევროპული მისი გადმოსახედიდან. გამოდის, რომ ის ფაქტობრივად გვაშნევს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით, ცოტა სასაცილოდ გამოიყურებოდა, მე მგონი ჰერჩისკიმ უბრალოდ აზრი ვერ ჩამოაყალიბა სწორად. იმდენად არაადეკვატური განცხადება გააკეთა საბოლოო ჯამში, რომ შეიძლება შეეშალა რაღაც. ან შეიძლება უბრალოდ აცდა ჩვენ პოლიტიკური რეალობას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბოლო დროს რაღაც პოლიტიკა სპეციფიკურია საქართველოში და ძალიან ხშირად ელჩებს არ ისმით ხოლმე აქ რა ხდება. ამწვევი ყოველთვის გქონდა, მაგრამ არასოდეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ამ ქვეყანას სად მიჰყავდა თავისი პოლიტიკა და არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარო, რომ ეს ქვეყანა ემზადებოდა და მუშაობდა ევროპული ოჯახის, გამხდარიყო ევროპული ოჯახის უპასოვანი წევრი. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ოცნება მიზანმიმართულად თავს ესხმის პარტნიორებს, იმის ნაცვლად, რომ მეგობრებს პირიქით ვიმატებდეთ და ამ პარტნიორობას ვაძლიერებდეთ, მიზანმიმართულად ხდება პარტნიორებზე თავდასხმა, ტყუილი პროპაგანდა. ვუსმინე რა ბატონ ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა არის, რომ წყელვაზე გადავიდეს. იმიტომ რომ აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი ევროკავშირისგან, ახლა მუქარა რომ თურმე ომში, გაჭირვებაში და სიღარიბეში დავბრუნდებით და შემდგომი ფაზა აშკარად არის წყევლა. ვნახოთ რითი გაგრძელდება ეს ყველაფერი, თუმცა ფაქტია რომ ბატონი ჰერჩინსკი აჟღერებს იმ ევრობიუროკრატების პოზიციებს, მუქარებს, ვინც მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ მკაცრად გვიპირისპირდებოდნენ. ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. იქ საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ეს ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. პირდაპირ თუ აქამდე რაღაცა შენიღბულად, შეფუთულად ვიღაცეები მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ომზე. პირდაპირ დაემუქრა ქართველებს და დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველი ალბათ რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს ელჩის დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რადგან ჭირდება პასუხები. საქართველოს არაფრისგან არ გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ახლა თუ ვინმეს გონია და სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და რაღაცა თავისი ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართულმა ხალხმა და ჩვენმა სახელმწიფომ ასე იმოქმედოს, ეს ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები და რაღაც თითის მღნეველები. თითი დაუქნიონ, ვისთვისაც აქამდე დაუქნევიათ, სადაც გაზდით ეს ჩვენთან არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკით და ყოველდღიური ნაბიჯებით ემსახურებით მხოლოდ ერთ რამეს, ქვეყნის ინტერესს.